ქუთაისში 28 ნოემბერს ქუთაისის პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის პანელურ დისკუსიებს, წიგნების პრეზენტაციებს, ლექციებსა და გამოფენებს. ფესტივალი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 11 საათზე გაიხსნება. ფესტივალის განრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე megatv.gi. წელს ქუთაისში პირველად ტარდება ქუთაისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი. მისი სახელწოდება გახლავთ ქუთაისი, მითი და ლიტერატურა. ეს არის ძალიან მაღალი დონის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი მკვლევრები, მეცნიერები, მთარგმნელები, მწერლები, პოეტები, ამავდროულად გამომცემლობების წარმომადგენლები. თავისთავად ეს ფესტივალი არის მრავლის მომცველი და მას აქვს ძალიან შორსმემავალი გეგმები. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება ეს ფესტივალი და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს კეთდება იუნესკოს ეგიდით პირველად ქალაქ ქუთაისში. ძალიან წარმომადგენლობითია თვითონ ფესტივალი და არა მხოლოდ ქუთაისის და თბილისის ცნობილი უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მწერლები და პოეტები, არამედ ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი მეცნიერები, მწერლები და პოეტები საზღვარგარეთიდან. მე შემიძლია დავასახელო რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია, ავსტრია, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია და მათ წარმომადგენლები ყველანი უკვე ქუთაისში ხვალ იქნებიან და ვფიქრობ ეს ფესტივალი იქნება ძალიან დიდი საწყისი მომავალი ურთიერთთანამშრომლობისა, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ის ახალგაზრდებისათვის, რადგან სრულიად ახალი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება. საინტერესოა იმითაც, რომ ეს ფესტივალი არ შემოიფარგლება მხოლოდ პანელური დისკუსიებით. კულტურულ პროგრამაში შემიძლია დაგისახელოთ არაჩვეულებრივი გამოფენა წიგნების ილუსტრაციებისა, რომელიც შედგება 28 ნოემბერს საღამოს კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში და ამავდროულად 29 ნოემბერს ჩვენს ისტორიულ მუზეუმში იქნება ხელნაწერთა გამოფენა. მინდა ხაზგასმით და ძალიან ამაყად აღვნიშნო, რომ ჩვენი ფესტივალი დაიხურება რობერტ სტურუას არაჩვეულებრივი სპექტაკლით მიჯაჭვული პრომეთე. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი საწყისი დიდი საქმისა, ისეთ ქალაქში, როგორც ქუთაისია, ლიტერატურის ქალაქში, რომელიც ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი ტრადიციებით, ლიტერატურული ფესვებით. ეს არის ძალიან ორგანული